მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ძალიან საინტერესო მოგზაურობით და ჩვენი შემდეგი ქვეყანა იქნება არც მეტი, არც ნაკლები თურქმენეთი. ვინც იცით და ვისაც გაქვთ ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია, ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება, მაგრამ ვინც არ იცით, გეტყვით რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა მსოფლიოში, ზუსტად ჩრდილოეთ კორეის მერე მეორე ადგილს იკავებს ალბათ აი ამ თავისი უცნაური წესებით, ტრადიციებით და თავისი ამ ჩაკეტილი საზღვრებით. ძალიან რთული იყო ამ ქვეყანაში მოხვედრა და ძალიან ბევრი შრომა მომიწია ამისთვის რომ იქ მოხვედრილიყავი და ერთ-ერთი პირველი ყოფილიყავი ვინც იქიდან ინფორმაციას გამოიტანდა, რადგან თურქმენეთზე არა მხოლოდ ქართულ YouTube-ზე, მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცოტა ინფორმაცია თუ არის და ვამაყობ რომ ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც ამ ქვეყნიდან ინფორმაციას გამოიტანს და ერთად დავათვალიერებთ რა ხდება თურქმენეთში. ასე რომ იმედია დამიფასებთ ამ შრომას და ყველა არხს გამოიწერთ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ვიდეოს დალაიქება არ დაგაუწყდეთ აუცილებლად და ყველამ თითო კომენტარი დაუწეროთ. და აი ასეთ საინტერესო ქვეყნებში მოგზაურობას რო ვახერხებ, რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩემს სპონსორებს, რა თქმა უნდა მაგელანს ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ არხზე ახალი სპონსორი არის კომპანია ლაგი და ზუსტად აი ამ კომპანიის დახმარებით გაუთავებელი სიმბარათების ყიდვა და ინტერნეტის ძებნა მოკლედ წარსულში დარჩება, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ინტერნეტის მომწოდებელი კომპანია და არა მხოლოდ ინტერნეტის ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს გაგიზიარებთ მოგზაურობის განმავლობაში, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩემს სპონსორებს ძალიან ბევრი გულები გაუსპამოთ კომენტარებში, რომ დავანახოთ, როგორ გვიყვარს ჩემი სპონსორები. ჩამოფრინდი მეგობრებო, ესეც სტამბოლის ახალი აეროპორტი და ლაუნჯში შემოვაფარე თავი ცოტა ხანი, იმიტომ რომ წინ 1-4 საათი მაქვს კიდე. უცებ მოგიყვებით, რა პროცედურების გავლა მომიწევს, სანამ თურქმენეთში ჩავალ. მოკლედ ეს არის ქვეყანა, სადაც მარტო ინდივიდუალურად ვერ ჩახვალ, რადგან აკრძალული არის მარტო გადაადგილება, აკრძალული არის გიდის გარეშე მოგზაურობა, ზუსტად ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეაში, ასე რომ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას დაუკავშირდი ადგილობრივს, ვინც აკეთებს მსგავს ტურებს და მოკლედ ამ ადამიანებმა გამომიგზავნეს მოწვევა, რის საფუძველზეც უკვე ადგილზე უნდა გავაკეთო ვიზა და აეროპორტთან უნდა დამხვდეს წესით ჩემი გიდი, ვინც გადამიყვანს უკვე სასტუმროში და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან საინტერესო პროცედურები გველოდება წინ და იმედია ყველაფერი მარტივად და კარგად გაივლის. ბევრს გაგიჩნდებათ ალბათ ლოგიკური კითხვა, რატომ არის გადაჯდომა სტამბოლში და რატომ არ არის მაგალითად ტაშკენტში ან ყაზახეთში ან სადმე უფრო ახლოს მოკლედ რა. გეტყვით რომ ჩაფრენა ამ ქვეყანაში თურქმენეთში არის მხოლოდ ორი ქვეყნიდან, ეს არის რუსეთი და არის თურქეთი. ან მოსკოვიდან უნდა ყოფილიყო გადაჯდომა, ან სტამბოლიდან, ასე რომ რა თქმა უნდა სტამბოლი ვარჩიე ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო. ალბათ უმეტესობისთვის გასაგები მიზეზების გამო. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ყოველ დღე რაღაც იბომბება და აეროპორტები ხან იკეტება, ხან ფრენები უქმდება, ასე რომ მაგის გამოც გარისკვა ნამდვილად არ მიღირდა, ასე რომ ვამჯობინე წამოსულიყავი სტამბოლიდან. მაგრამ რუსეთიდან უფრო იაფი იყო დაახლოებით $100, მაგრამ ჯობდა ეგ $100 გადამეხადა ჩემი აზრით. ჩამოფრინდი მეგობრებო, ესეც აშხაბადის აეროპორტი და როგორც ხედავთ, ჩვენს გარდა სხვა არავინ არ არის აეროპორტში. ერთადერთი რეისი, რომელიც ჩამოფრინდა, იყო ჩვენი რეისი და სხვა ჩვენს გარდა აეროპორტში უბრალოდ არავინ არ მოძრაობს. მთელი აეროპორტი არის ცარიელი. ეხლა მივდივარ ვიზის გასაკეთებლად და იმედია არანაირი შეფერხება არ იქნება და იმედია მარტივად გავივლი ამ პროცედურებს და გზადაგზა, სადაც მოვახერხებ გადაღებას, ყველაფერს გადავიღებ და გაგიზიარებთ ყველაფერს. ესეც ჩემი ვიზა. გამოვიარე ყველა შემოწმება, საკმაოდ მარტივად სხვათა შორის. გადავიხადე ვიზაში დაახლოებით $140 და აქედან $40 გაგიკვირდებათ, მაგრამ აი ვერასდროს ვერ გამოიცნობთ რისი იყო. COVID ტესტის, რომელიც არც კი გამიკეთებია, ისე გამოვიარე. უბრალოდ სიმბოლურად იხდი იქ დგანან და შეიძლება მოგთხოვონ გაკეთება, შეიძლება არა და მე ისე გამოვიარე, რომ
ტესტის არ გამიკეთებია, უბრალოდ გადავიხადე $40. აქედან ვიზაღირს $80 და კიდე პლუს $20 ღირს ქვეყანაში შემოსვლა. და გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ გადასახადს მარტო ტურისტები არ იხდიან რა. თურქმენეთის მოქალაქეებიც კი იხდიან ქვეყანაში შემოსვლის გადასახადს. ანუ ქვეყანას თუ დატოვებ და ისე უკან დაბრუნდები, ამ გადასახადს აუცილებლად იხდი. აი ესეთი წესებია. ავიძარით სასტუმროსკენ, ყველაფერი ჯერჯერობით აი ისე მოწესრიგებული არის, აი ერთი რაღაც არ გდია ძირს, სისუფთავე, რა თქმა უნდა, საცობი ამ ქალაქში არსად არ შეგხვდება, ამის იმედი არ გქონდეთ. მოკლედ აი ყველაფერი ჯერჯერობით ზუსტად ისე არის, როგორც წარმომედგინა მსგავს ქვეყანაში. და რაღაც სიტყვებს არ ვიხმარ ხოლმე, რადგან მაინც ერთნაირად ჟღერს სხვადასხვა ენებზე, ასე რომ არ ვაწყენინოთ რამე ამ ადამიანებს, უბრალოდ რამოდენიმე სიტყვას არ გამოვიყენებ ხოლმე, როცა ამათთან ერთად ვიქნები. და კიდევ ერთი ინფორმაცია, აქ რუსულად საუბრობენ უმეტესობა, ასე რომ ამ 4 დღის გატარება მოგვიწევს რუსული საუბრით. აგე რესტორანში მოვედით და ნინაო დამხვდა ჩართული მეგობრებო, ეს დამთხევაა თუ ესე დამახვედრეს არ ვიცი. ესე სუფთად გამოიყურება რესტორანი. მოკლედ ესე გადაწყდა, ჯერ ვისაუზმებთ, მაინც დაღლილი ხარო, ჯერო ვისაუზმოთო და მე წავალ სასტუმროში დაუბინაოდები, ჩანთებს დავალაგებ და მე უკვე გავაგრძელებ ქალაქის დათვალიერებას, რა თქმა უნდა. დღეს აშხაბადში დავრჩები, ასე რომ არ ვიცი, საოცარი ქალაქია რა, მოკლედ მთელი გზა აქამდე რომ მოვდიოდი, ყველაფერი არის თეთრი რა. თეთრი მარმარილოს ქალაქს ეძახიან, ასე ვეღარ ვითქვენ უკვე მინდა რომ მოგიყვეთ ყველაფერი ამ ქალაქზე რა. რატომ არის თეთრი აქ ყველაფერი და მანქანებიც რო თეთრია და მინდა რომ აი ძალიან მალე მოგიყვეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. აი ეს შევუკვეთე მე მეგობრებო, მენემენ ესე ქვია. კვერცხი არის რაღაც სხვადასხვა ბოსტრეულებთან ერთად შემწვარი. الثانية ايش ناكل بتصوي؟ شوف اللي هي هنا برام مينمن მოვიდა, ესე გამოიყურება შემწვარი კვერცხი, პომიდორი და სხვადასხვა რაღაც ბოსტრეულები აქვს. ტრადიციულად, რა თქმა უნდა, ერთად დავაგემოვნოთ. ემრიელი. ამ ყველაფერს მე კიდევ ვისაუბრებთ ვიდეოში, მაგრამ ეხლა როგორც ვაპარაკობდით, მოკლედ ჯერჯერობით ცდილობენ, რომ რაღაცები შეიცვალოს კანონში, შესაძლებელი გახდეს ონლაინ ვიზის გაკეთება და გიდის გარეშე მოგზაურობაც, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მაინც მიუწვდომელია, ჯერჯერობით გიდი მაინც აუცილებელია აქ რო ჩამოხვიდეთ. აქვე შეგახსენებთ დონაციის შესახებ, ნებისმიერ შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია და არხს დაეხმაროთ განვითარებაში, თქვენი წვლილი შეიტანოთ, ასე ვთქვათ, არხის განვითარებაში. მე გაგიზიარებთ პირველ დონატორებს, 3 დონაცია იყო ანონიმურად, პირველი არის $5, $10, $20 და $1.50, მოკლედ და კაი ბიჭი ხარ, წარმატებებიო. ლუკამ დაადონატა $5, დიდი მადლობა. წარმატებები ლეო აქ დასმულ კითხვებს გაეცი პასუხი ექსკლუზიურად მოგზაურობებში ზოგადად შენთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი რა არის. კარგი იდეაა ლუკა პირველ რიგში, დავნერგოთ ეს ტრადიცია თუ გინდათ და პერიოდულად სხვადასხვა ვიდეოებში თქვენს დასმულ კითხვებს, აი ესე დონაციის საშუალებით ვინც დამესვავთ კითხვას, შევეცდები რომ ყველას გაგცეთ პასუხი. ხოლო ამ კითხვაზე ჩემი პირადად პასუხი არის ჭამა. როდესაც ისეთ ქვეყანაში ჩადიხარ, სადაც არ არის სისუფთავე, არ არის წესრიგი, არის ქაოსი, მოკლედ აი ეს ყველაფერი სიგიჟე რო ხდება და მე ამ ყველაფერთან ერთად რო ემატება ის, რომ საჭმელს ვერ ჭამ ნორმალურად, აი ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი რა. ზოგადად მე ჭამა ძალიან მიყვარს, გამოგიტყლებით რა. ხო და ვცდილობ ხოლმე რომ ყველა ქვეყანაში რაღაც დავაგემოვნო იქაური ადგილობრივი და არ მაქვს ხოლმე ზოგადად ეხა პრობლემა რა, დიდად სისუფთავეზე და რაღაცებზე თვალს ხუჭავ რა, გააჩნია ქვეყანას რა.
ხო და აი ყველაზე დიდი დისკომფორტი ჩემთვის არის ჭამა რა. როდესაც ვერ ვახერხებ ნორმალურად ჭამას. Ты можешь сказать пару слов? Ну, на русском нет проблем. Ну, всем привет. Сегодня я встретилась с замечательным человеком из Грузии, Ливаном. Ты правильно, да? Да. Вот, сейчас мы прогуляемся, только позавтракали. И он хочет немного отдыхать, по-моему, да? Долго был пролет. А потом продолжим и покажем вам очень самые яркие, красивые места по городу Ашхабаде. Завтра уже поедем в Дарвезе, где огонь горит уже более 50 лет, ну, около 55 лет. И все будет интересно. ჯოჯოხეთის კარიბჭეს ეძახიან. ეხლა ვსაუბრობდით, მოკლედ აქ შენდებოდა ოლიმპიური სტადიონი და რაღაცებს მანახებდათ. И какой спорт тут самый популярный? Самый популярный спорт футбол и боевые искусства. И все знают Вича. Ну, я уже не Кстати, буду поздравляю, они только выиграли Лигу чемпионов, когда это было позавчера, да, по-моему, 5. Ну, я думаю, это не футбол, какой-то хоккей. Ну, там все играют замечательно. Особенно Хвича, квартирали, да? Да. Ну, Спасибо. Да. აი უნდა მეკითხა რომ ხვიჩა თუ იცით ხო და აგერ თვითონ მითხრა ხვიჩაზე რა მოკლედ ესეთი ამბავი. წავედი ახლა სასტუმროში, დავბინავდები, დავისვენებ და მერე გამოვიდეთ და ქალაქი დავათვალიეროთ. ეს არის თურქმენეთი, რომელსაც ასევე ცენტრალური აზიის ჩრდილოეთ კორეასაც ეძახიან. თურქმენეთი არის ცენტრალურ აზიაში მდებარე ქვეყანა, რომელიც ცნობილი გახდა თავისი ბუნებრივი რესურსებით, უცნაური წესებით და უჩვეულოდ ლამაზი დედაქალაქით აშხაბადით. საბჭოთა კავშირის დროს თურქმენეთი გახდა ერთ-ერთი რესპუბლიკა. 1991 წელს მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა საფარმურატ ნიაზოვი. ნიაზოვმა თავის თავს თურქმენბაში უწოდა, რაც ნიშნავს თურქმენთა მამას. მან ქვეყანაში შემოიღო არაერთი უცნაური წესი. მაგალითად, თვეებს თავისი ოჯახის წევრების სახელები დაარქვა. იანვარს ერქვა თურქმენბაში, აპრილს გურბენ სოლტანი, მისი დედის საპატივცემულოდ. მან ასევე აკრძალა სიგარეტის მოწევა. როდესაც თვითონ სიგარეტის მოწევას თავი დაანება, გადაწყვიტა რომ ხალხმაც აღარ უნდა მოწიოს. პოპულარული დასავლური მუსიკა და ცოცხალი შესრულება აკრძალულია. ტელევიზორში ძირითადად სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მუსიკოსების შესრულებაა. კარაოკე, ოპერა და ბალეტი ოფიციალურად აიკრძალა. ნიაზოვმა განაცხადა, რომ ხელოვნების ეს ფორმები თურქმენულ კულტურას არ შეესაბამება და აკრძალა მათი ჩატარება. მან ასევე დაწერა წიგნი სახელად რუჰნამა, რაც სულის გზამკვლევს ნიშნავს. ეს წიგნი ყველა სკოლაში და უნივერსიტეტში სავალდებულო იყო. მას სწავლობდნენ როგორც ისტორიის ან რელიგიის წიგნს. მართვის მოწმობის ასაღებადაც კი რუჰნამას კითხვები ხვდებოდა. პრეზიდენტი ამბობდა, რომ თუ ამ წიგნს სამჯერ წაიკითხავ, 60-ში მოხვდები. ქვეყნის დედაქალაქში სპეციალურად აუშენეს რუჰნამას უზარმაზარი მონუმენტი, რომელიც ღამით იშლებოდა და წიგნის ფურცლებივით ირეოდა განათებით. როგორც თურქმენბაშმა თქვა, თეთრი ფერი წარმატებას სიმბოლიზირებს. ამიტომაც შავი ფერის მანქანების რეგისტრაცია აშხაბადში პრაქტიკულად შეუძლებელია. ხალხი იძულებულია გადაღებოს თეთრად ან ღიაფრად. ეს უცნაური წესი დღემდე მოქმედებს დედაქალაქში. დედაქალაქი აშხაბადი თითქმის მთლიანად თეთრი მარმარილოთია აშენებული. აქ ნახავთ ფართო გზებს, უზარმაზარ შენობებს და უამრავ სიმბოლურ მონუმენტს. აშხაბადი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი, როგორც ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი თეთრი მარმარილოს შენობაა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა პრეზიდენტმა ბევრი ეს კანონი გააუქმა, ქვეყანაში მაინც ბევრი უცნაური წესი და კანონი არსებობს, რომელსაც მოგზაურობის პერიოდში გაგიზიარებ. მოვედი, აი ესე გამოიყურება ჩემი სასტუმრო, სადაც დავრჩები დღეს ღამე და არ ვიცი რამდენად გავს სასტუმროს ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი არც ისე დიდი არჩევანი არ არის, მოკლედ სასტუმროების როგორც ხვდები რა და ქალაქიდან თან საკმაოდ შორს წამოვედით. დაახლოებით ერთი 9 საათია ალბათ მოვდივართ რა, აშხაბადში არც ვართ ეხა ფაქტიურად.
საკმაოდ სუფთად და წესრიგებულად გამოიყურება ყველაფერი. ესე მშვენივრად. ჩემი პასპორტის ქსერო ასლს გააკეთებენ ახლა და დაუბინავდები. ტრადიციულად ერთად დავათვალიეროთ ჩემი ნომერი. საკმაოდ მდიდრულად გამოიყურება ყველაფერი. მინდა გითხრათ. ნახეთ როგორ სუფთად არის ყველაფერი. ესეთი პირველი სართულია და პირდაპირ ქუჩაში გამოვდივარ. საბაზანოც მოვინახულოთ. აქაც ყველაფერი საკმაოდ სუფთად გამოიყურება. მოკლედ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ რატომღაც ისეთი განცდა მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიდი ყველაფერს უარყოფს, რასაც ვეუბნები, რაც ამ ქვეყნის შესახებ ვიცოდი, აი ყველაფერს საწინააღმდეგოდ მეუბნება, რომ აი აქაურებს არანაირი პრობლემა არ აქვს არც მოგზაურობაზე, არაფერზე და მოკლედ აი რაც კი ვიცით ამ ქვეყნის შესახებ, ყველაფერი მითია, მაგრამ რატომღაც ისეთი განცდა მაქვს, რომ ამ ყველაფერს იმიტომ მეუბნება, რომ რაღაც ისეთი ინფორმაცია მოვიტანო თქვენამდე, როგორც ამათ უნდათ რა. ხო და არ ვიცი, არა მაქვს ისეთი განცდა, რომ მართლა სადღაც აი ძალიან ისეთ ჩაკეტილ ქვეყანაში ჩამოვედი, მაგრამ საკმაოდ აი რაღაც უცნაური ქვეყანაა რა. აი პირველი შეფასება რაც შემიძლია გითხრათ, აი ძალიან უცნაურად გრძნობ რა თავს, თითქოს აი ყველა მიცის ვინ ვარ, თითქოს აი ყველა მიცის ჩემი ყველა ნაბიჯი, აი სად უნდა წავიდე, როდის უნდა წავიდე, რა უნდა გავაკეთო, აი მსგავსი განცდა მაქვს. რესტორანშიც რომ მივედით, იქაც ნინაოს ფრანგული ვერსია რომ დამახვედრეს, არ ვიცი რატო ქართული ეგონათ ალბათ და რაღაც უნდათ რომ ჩემთვის სასიამოვნო გაეკეთებიათ. მოკლედ აი ესეთი განცდა მაქვს და გიდიც აი თითქოს ყველა ჩემ ნაბიჯს აკონტროლებს და რატომღაც აი ახლა ისეთი განცდა მაქვს, რომ ამ ნომერშიც კი მისმენენ რა და აინტერესებთ რას ვაკეთებ ან რას ვლაპარაკობ. აი რატომღაც მსგავსი განცდა მაქვს. შეიძლება ვცდები და ეს ყველაფერი რაღაც ამ მითების ბრალი არის, რაც ამ ქვეყნის შესახებ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი პირველი შეფასება არის ესეთი რა. Приехали в памятник, посвященный землетрясению, который произошел в 1948 году. И город остался в руинах. И все эти здания, которые мы видим сейчас, построены позже. Уже много лет прошло, мы до сих пор чтим память и отпразднуем, не отпразднуем, как бы напоминаем молодым поколениям, что они делали для страны. И также тут находится памятник, посвященный Великой Отечественной войне 1941 до 1945 года, в которой туркменские джигиты, то есть все люди сражались, чтобы защитить страну. ეს არის ჩვენი პირველი ლოკაცია ამ ქალაქში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა, მოკლედ აქ ვინც ჩამოდის პირველი მოყავთ აქ, ეს არის მეორე მსოფლიო ომისთვის მიძღვნილი მემორიალი და ასევე 48 წელში ყოფილა 9 ბალიანი მიწის რა წარმოიდგინეთ და მთლიანი ქალაქი მიწასთან გაასწორაო და ზუსტად აი ამ დროს გარდაცვლილების ხსოვნის საპატივსაცემოდ არის აქ მიძღვნილი ეს ყველაფერი. მოკლედ ძალიან საინტერესო ადგილია და აქაც ისევე როგორც მთელ ქალაქში, არ ვიცი, აი რაღაც არაბუნებრივი სისუფთავე არის მართლა, აი არ ვიცი, აი როგორ შეიძლება ასეთი სისუფთავე იყოს ქალაქში, წარმოუდგენელი არის რა ჩემთვის. ესეც ერთ-ერთი სიძლიერის სიმბოლო არის და ადრე თურქმენეთში თურმე შეეროდათ, რომ დედამიწა მრგვალია, მაგრამ ხარის რქებზე არის დამაგრებული და რა თქმა უნდა დღეს უკვე ასე არავინ აღარ ფიქრობს. მოკლედ, რაც არ უნდა ითქვას, დღემდე ჩაკეტილია თუ არა ეს ქვეყანა, ფაქტი არის, რომ პირველი პრეზიდენტის შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა მაინც ამ ქვეყანაში, რადგან თურქმენბაში, ასე ვთქვათ, თავის თავს აღმერთებდა და ამ ადამიანებს აჯერებდა, რომ
ის იყო ყველაზე მთავარი თავის წიგნშიც, რუჰნამაშიც, ზუსტად ასე იყო, ის ასწავლიდა როგორ უნდა ეცხოვრათ და ასე ვთქვათ, ბიბლიის დონეზე იყო აყვანილი ეს წიგნი. ხოლო მეორე და მესამე პრეზიდენტის შემთხვევაში უკვე არის მაინც მსგავსებები, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მაგალითად თურქმენბაშის დროს იყო. აი ამ მონუმენტთან ამოსასვლელი არის დაახლოებით 2000 საფეხური, ვისაც არ გეზარებათ, შეგიძლიათ აქედან ამოხვიდეთ. ქალაქი არის ცარიელი, მეგობრებო, მანქანებიც არ დადიან. არც ადამიანები. ესეთი სიცარიელი არსად არ მინახავს. ფეხით გამოვისეირნეთ ახლა ქალაქში და ფაქტიურად ესეც ჩვენი პირველი გამოსვლა აშხაბადის ქუჩებში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ყველაფერი არარეალური არის, ისეთი განცდა მაქვს. ასეთი შეგრძნება მართლა არსად არ მქონია. რა მგონია, რომ რაღაც მაკეტში მოგზაურობ რა. მაკეტი არის ეს ყველაფერი და ეს რაღაც დადგმული სახიობები არიან და ასე შემდეგ რა. აი ძალიან უცნაური შეგრძნება არის მართლა და ისეთი იდეალური სისუფთავი არის ყველგან, რომ როგორ ასუფთავებენ ასე იდეალურად, რომ ერთი ცალი რაღაც ნაგავიც არ გდია, ძირს არ ვიცი რა. ესენი რასაც ხედავთ ქუჩებში სულ საცხოვრებელი სახლები არის და როგორც ვიკითხე, ასეთი წესი ყოფილა აქ თუ მაგალითად ბინის ყიდვა გინდა, 50%-ს გიფინანსებს სახელმწიფო ან შენი სამსახური, სადაც მუშაობ. აი ესე გამოიყურება მიწის ქვეშა გადასასვლელი. აქაც რა თქმა უნდა იდეალურად სისუფთავი არის ყველგან. ასევე თურქმენეთი გამოირჩევა თავისი უცნაური მიდგომებით ავადმყოფობების მიმართ. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ჩაკეტილი იყო და პანდემიას ებრძოდა, თურქმენეთში ხალხი ძალიან წყნარად და მშვიდად ცხოვრობდა, რადგან აქ უბრალოდ არ აღიარებდნენ პანდემიის არსებობას და კორონავირუსის არსებობას. და ზუსტად ამიტომაც აქ 0 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, წარმოიდგინეთ. თუ ადამიანს ახველებდა, არ ვიცი, უბრალოდ რაღაც ტვერის ბრალი იყო რა, კორონავირუსის ბრალი არ ყოფილა. ასევე ნარკომანია და ალკოჰოლიზმიც უბრალოდ აკრძალული არის აქ, რა ვერ იქნები ნარკომანი, რადგან ნარკომანია აკრძალულია, არ არსებობს. ითვლება, რომ თურქმენეთში თურქმენები არ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები. რა თქმა უნდა, აღარაფერს ვამბობ დანარჩენ სოციალურ ქსელებზე, Instagram-ი, Facebook-ი, YouTube-ი, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაბლოკილია და თურქმენეთი ზოგადად ცნობილია სოფლიოში ყველაზე ნელი ინტერნეტით. რა თქმა უნდა, სასტუმროებში არის Wi-Fi, მაინც ასე თუ ისე მუშაობს და VPN-ით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა აპლიკაცია და ზუსტად აი ამ დროს, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა გარე სამყაროსთან კავშირი, გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში კომპანია Lagi. Lagis მობილური აპლიკაცია მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მოყვება ქართული ვირტუალური ნომერი, რომლითაც შეგიძლიათ ისაუბროთ და იმესიჯოთ საქართველოში ნებისმიერ ქსელთან თვეში მხოლოდ 12 ლარად. და ასევე გაუთავებელი სიმბარათების ყიდვა და ინტერნეტის ძებნა სხვადასხვა ქვეყნებში როგორც იქნა წარსულში დავტოვე, რადგან Lagi ასევე გთავაზობთ ინტერნეტ მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებით. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა კომპანია Lagis, რომ ჩემი არხის სპონსორია და დარწმუნებული ვარ დიდი ხანი ვიმეგობრებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ხანი იქნება ჩვენთან ერთად. ხოლო თქვენ რა თქმა უნდა არ დაგაუწყდეთ Lagis გადმოწერა და რომ მეკითხებოდით ინტერნეტი რომელი გამოვიყენო, დღეიდან უკვე იცით პასუხი. ამხელა მიწის ქვეშა გადასასვლელია ნახეთ და სიცარიელია. კაცი შვილი არ დადის გარეთ. ეხლა ვეკითხებოდი, რომ მაღაზიებსაც ვერ ვხედავ, ადამიანები ხო არ დადიან, ცარიელია ქუჩები და მაღაზიებიც არ არის რა. წყლის ყიდვა მინდა და ვერსად ვერ ვიყიდე და ესეთ ქუჩებზეო არ არისო მაღაზიებიო რა. მარტო აი დასახლებული პუნქტები სადაც არის, იქ არის პატარ-პატარა მაღაზიები. არ მაინტერესებს, მინდა რომ მაღაზიაში შევიდე და ნახო რა იყიდება. А сколько считается хорошая зарплата тут в месяц? 4000 манатов. Это сколько в долларах? $400, $500. თვეში 400-500 დოლარი ითვლება ნორმალურ შემოსავალ. ძალიან დაცხა მეგობრებო და აი ეს მიწის ქვეშა გადასასვლელები არის პატარა შვება მოკლედ. კიდე რასაც დავაკვირდი, მაღაზიებიც არ არის მიწის ქვეშა გადასასვლელებში, როგორც რავი, უმეტეს ქვეყანაში აქ მოწყობილი არის ხოლმე სავაჭრო ადგილები და აქ ჯერჯერობით არც ერთი მაღაზია არ შემხვედრია. ეხლა მოვედით ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში.
და ძალიან მაინტერესებს რა იყიდება და რა ბრენდები არის აქ. შეგახსენებთ რომ აუცილებლად გამომყევით Instagram-ზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო სტორიები გამოგრჩებათ, ვისაც არ ყავართ Instagram-ზე გამოწერილი, ამიტომ ეხლავე გადადით, არ დაგაუწყდეთ, გამოიწერეთ და მერე გააგრძელეთ ყურება. აგერ მაღაზიაში შემოვედი და თვალს უხარია მაინც რა. ამ გახსენებაზე ვეძებ სასმელების კომპანიას სპონსორად. ძალიან კარგი შემოთავაზებები მაქვს. ფასებს, სავარაუდო ფასებს გეტყვით. $1 არის დაახლოებით 3.5 თურქმენული მანათი, ასე რომ აი დაახლოებით ფასებს რო დააკვირდეთ, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადაიყვანოთ. მარკეტში მეტი აღარ გადამაღებიეს და ეხლა გამოვედით ყველაზე დიდი და ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრი, რომელიც არის აშხაბადში, აი ესე გამოიყურება. Nike და სხვა ცნობილი ბრენდებიც არის ამ სავაჭრო ცენტრში. ეხლა ამოვედით მესამე სართულზე და როგორც ყველა მოლში, აქაც ბევრი საკვები ობიექტებია მესამე სართულზე და დავჯდებით ეხლა და რამე ადგილობრივს დავაგემოვნებთ. მოვიდა მეგობრებო, ჩემი შეკვეთა და აი ესე გემრიელად გამოიყურება ჩემი დონერი. ეს არის საქონლის ხორცი, ფრი და რა თქმა უნდა ბრინჯი. მოკლედ დავაგემოვნე მთელი კერძი და თურმე არ გადამიღია ეს ყველაფერი რა. ხანდახან ხდება ხოლმე, როცა გარე ძალიან ცხელა, მერე მოქმედებს ეს ყველაფერი რა. მოკლედ ძალიან გემრიელი არის. ვამბობდი რომ ეს დონერი არის საქონლის ხორცის, მაგრამ მაინც ცხვრის კონთან ერთად წვავენ. ასე რომ ვისაც ცხვარი საერთოდ არ გიყვართ, მაშინ დიდად არ მოგეწონებათ, მაგრამ გავით, ჩემი აზრით ძალიან გემრიელია რა. აი ესეთ პატარა შაურმებს ვაკეთებ მე. პირდაპირ. აი ესე ლავაში ვახვევ ამ ხორცს. მეგობრებო, გითთან ერთად ვერიდები ხოლმე რაღაცეების თქმას, რადგან ფიქრობ, რომ მაინც ყურადღებით არის რას ვილაპარაკებ რა და მოკლედ ესეთ ინფორმაცია შემხვდა, სანამ აქ ჩამოვიდოდი, რომ აი ეს თეთრი სახლები, რასაც ნახულობდით იქ გარეთ, საცხოვრებელი არისო, მაგრამ ძირითადად 80% დაუსახლებელი არის, რადგან ადგილობრივებს არ აქვს საშუალება, რომ შიგნით შესახლდნენ და ეს სახლები იყიდონ და ადგილობრივების თითქმის 80% ცხოვრობს აი ასეთ სახლებშიო. აი ასეთ უბრალო სახლებში ცხოვრობენ ადგილობრივები, როგორც ნახე ინფორმაცია. სასტუმროში მივდიოდით და შემთხვევით მოვხვდით აი ესეთ უბანში და გავაჩერებინე, მანქანა გადმოვედი და ვცდილობ რომ გადავიხო. ასე რომ, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია არ ვიცი და მართლა ასე არის თუ არა და მართლა შეუსახლებელია თუ არა ეს ამდენი სახლები, რაც იქ ვნახეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მსგავსი ინფორმაცია არსებობს და რადგან არსებობს, ალბათ რაღაც სიმართლის პატარა ნატამალი მაინც იქნება, თორე თლად ესეთ ყვილა არ მოიფიქრებდნენ. და მაგითი აიხსნება ის ფაქტიც, რომ ქალაქი ფაქტიურად ცარიელი არის ეგ ტერიტორია, სადაც დავდიოდით, აი ქალაქის არ ვიცი 70-80% მართლა აი ადამიანის ნახვა რომ მოგინდეს ქუჩაში ვერ ნახავ რა. ასეთი უცნაური შეგრძნება მართლა არასდროს არ მქონია. ხოლო აი აქ, ეხა სადაც შემოვედით, ასე თუ ისე მაინც არის ხალხი რა. აი ეს ეზოებში ზიან, გამოსულები არიან. აქაც არ არის ეხა ბევრი ხალხი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიღაცები მაინც ვნახე. მეგობრებო, მოვედი სასტუმროში და აი ესეთი რაღაც აღმოვაჩინე. ვინმეს გინახავთ მსგავსი რამ სასტუმროში? აი უბრალოდ ფიქრობ ჩემთვის, რომ რა უნდა გაგიჭირდეს ადამიანს, რომ
ტელეფონი აიღო პირდაპირ ესე ტუალეტის გვერდიდან და დარეკო რომ ანუ რაღაც მიჭირს გთხოვთ შემოდით თუ აი ვერ მივხვდი უბრალოდ აი რა დანიშნულება აქვს და თუ ვინმე მიცით ან თუ სადმე გინახავთ აი ძალიან გთხოვთ მართლა დამიწერეთ კომენტარებში. მოვედით და ეს არის ჩვენი პირველი ლოკაცია დღეს საღამოს და ეს არის 188 მეტრის სიმაღლის არის ეს შენობა და მიძღვნილი არის თურქმენეთის კონსტიტუციას და ჩემს უკან ქუჩის მეორე მხარეს მთლიან ჩაყოლებაზე არის სახელმწიფო შენობები მაგალითად სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა სხდომები, შეკრებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოკლედ ისეთი საოცარი შენობები არის რომ აი ძალიან მინდა რომ გადავიღო და გაჩვენოთ, მაგრამ გიდმაც და მოკლედ აი კატეგორიულად ამიგზალეს მეორე მხარეს გადაღება, რადგან მეც და თვითონ ამათაც ძალიან დიდი პრობლემები შეექნება, სავარაუდოდ შეიძლება დაიჭირონ კიდეც მაგის გამო, იმიტომ რომ ნუ ძალიან კაცრად არის აკრძალული. ვთხოვე რომ შორიდან მაინც გადავიღებთ ხო, მაგრამ მოკლედ აი ძალიან ვთხოვა რომ აი საერთოდო მოერიდეო და კადრში უკან თუ გამოჩნდება რამე, მაშინ შეათვალიერეთ. და როგორც ახლა მითხრა ჩემმა გიდმა, თურქმენეთი თურმე ნეიტრალური ქვეყანა ყოფილა, ანუ სამხედროები არ ყავს თავდასხმისთვის, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, მხოლოდ თავდაცვის მიზნით ყავთ სამხედროები და მოკლედ ნეიტრალიტეტს მოაწერეს ხელი, რომ არც ერთ სამხედრო ალიანსში არ გაწევრიანდება და არსად და უკვე 30 წელი უსრულდება ამ შეთანხმებას. ასე რომ ესეთი მშვიდობის მოყვარე ერი ყოფილა თურქმენები. უბრალოდ როგორც ჩანს არც თუ ისე ღარიბი ქვეყანაა რა, ბევრს შეიძლება ეგონა რომ აი თურქმენეთი ალბათ არავის არასდროს არ გაახსენდება ესე, მაგრამ ძალიან დიდარი ქვეყანაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს ამდენი თეთრი მარმარილო, აი სხვა შენობებს რო თავი დაანებო, მარტო ადგილობრივი არ არის და არ გეგონოთ რომ მარტო აქ მოიპოვებენ. შემოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნიდან შემოდის, როგორც მითხრა ჩემმა გიდმა იტალიიდან მათ შორის. ასე რომ საკმაოდ ძვირიჯდება ეს ყველაფერი და არ ვიცი, ხალხს დიდად არ ეტყობა მე მგონი ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქვეყანას საკმაოდ დიდი სიმდიდრე აქვს როგორც ჩანს. მოკლედ, როგორც კი რაღაცის გადაღებას ვიწყებ, ეგრევე იწყებენ ჩემ გადაღებას ტელეფონზე რა, ხო და არ ვიცი ამას რატო აკეთებენ, მაინც, იმიტომ რომ მგონია რომ უბრალოდ აინტერესებთ ან რავი, ვიღაცასთან აგზავნიან ალბათ მე რავი. იმიტომ რომ აი როგორც კი კამერას ჩავრთავ, ეგრევე იწყებენ ჩემს გადაღებას. მოვედით ჩვენ შემდეგ ლოკაციასთან. ეხლა რასაც გეტყვით შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ეშმაკის ბორბალი, მაგრამ დახურულ სივრცეში. ანუ ეშმაკის ბორბალი ხო არის ხოლმე ღია სივრცეში ზოგადად რო ადიხარ, მაგრამ ეს არის დახურული. მოკლედ აი ესეთი გრანდიოზული შენობა არის რა და რატო გადაწყდა რომ დახურულ სივრცეში უნდა ყოფილიყო, ზუსტად არ ვიცი. თუ გავარკვიე, თქვენც გაგიზიარებთ. Magellana Golachin Southern. Magellana Golache Southern. Southern. Magellana Golache Southern. Da. ესე, ადლობა მაგელანს. ასევე ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მეგობრებო, მაგელანმა ჩემი გამომწერებისთვის გააკეთა პრომო კოდი და ნებისმიერი მაგელანის ფილიალში, სადაც მიხვალთ, ეტყვით ლეოს ჯორნის, აი ასეთი North Face-ის მაისური გადმოგეცემათ საჩუქრად ნებისმიერი 300 ლარის შენაძენზე და რაც ყველაზე მაგარია, ფერების ძალიან დიდი არჩევანი არის და ასევე ვინც ბევრს მოგზაურობთ, თბილისის კოორდინატებიც აწერია, ასე რომ არ დაიკარგებით, სახლს ყოველთვის მიაგნებთ. სიმაღლისადმი ჩემი დამოკიდებულება კი იცით უკვე სხვა ვიდეოებიდან, მაგრამ სოფლიოში ყველაზე დიდ ეშმაკის ბორბალს რა თქმა უნდა არ გაუმაზა. იქნება ყველაზე დიდი. მეორე თუ არ არის ესეთი სოფლიოში, თავისთავად გამოდის ყველაზე დიდი. Подевается водой. მოკლედ ერთი ძალიან დიდი მინუსია, რომ უბრალოდ გარეთ არაფერი არ ჩანს რა, რაღაც რკინის კონსტრუქციაში დადიხარ და მოკლედ სიმაღლის შიშიც რაღაც ეტაპზე გადაუვახე, იმიტომ რომ რადგან არაფერი არ ჩანს, არც მეშინიკი არა ისევ არა.
თან ჩვენს გარდა არავინ არ არის და მარტო ჩვენი გულისთვის ჩართეს ახლა ეს ამხელა ეშმაკის ბორბალი. საღამოს გამოდის მთელი მოსახლეობაო და თავი ჯერჯერობით ისევ კაციშვილი არ ჩანს ჩემს გარდა. 1-2 კაცი თუ გაირბენს გამოირბენს ხოლმე რა. დამაინტერესა აშხაბადი რას ნიშნავს მეთქი და მოკლედ ეს არის ძველი ენა, რომელზეც აქ უკვე აღარ საუბრობენ და როგორც ამიხსნა ის სიტყვით რო გადავთარგმნოთ, ნიშნავს ადგილი, სადაც ცხოვრობს სიყვარული. მოკლედ სიყვარულის ქალაქი შეგვიძლია დაუძახოთო და რო იცოდეთ აშხაბადი აი ამას ნიშნავს. მოკლედ ახლა შემოვედით პარკში, სადაც მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე გამოჩენილი პოეტები არიან და მწერლები და მოკლედ ერთ-ერთი ნაცნობი სახე შევნიშნე და იმედია ეგ არის და სიამაყით ავივსები ახლა ამ ხალხის წინაშე. ესეც შოთა რუსთაველი მეგობრებო, აშხაბადის პირდაპირ შუაგულში. აქეთ ბალზაკის ქანდაკება არის. იანკა კუპავა. ეს არ ვიცი მე პირადად ვინ იყო. აქეთ საიათ ნოვაც ყოფილა. ხო და აი მითხარით ახლა როგორ არ უნდა იამაყო ადამიანმა, როდესაც ასეთ უცხო ქვეყანაში ჩამოდიხარ, საიდანაც აი მინიმალური ინფორმაციაც კი არ გამოდის და არ გაქვს საერთოდ რა ხდება და უცებ შოთა რუსთაველის ქანდაკება გხვდება. აი ეს არის თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ქანდაკება თურქმენბაშის, რომელიც თავის თავს ესე აღმერთებდა. აი ესე გამოიყურება ცენტრალური ქუჩები. უბრალოდ ნახეთ, ერთი სულიერი არაფერი არ დადის გარეთ. აი სულ რამოდენიმე მანქანა თუ გაივლის, გამოივლის მარტო. მოვედით, ჩვენი შემდეგი ლოკაცია არის კიდევ ერთი პირველი პრეზიდენტის ქანდაკება. რა თქმა უნდა, ვიცი თუ არა პირველი პრეზიდენტის, ბატონი თურქმენბაშის, როგორც მან თავის თავს უწოდა. აი ესეთი დაცვა ყავს პირველ პრეზიდენტს. ვიდრე კომენტარს დამიწერდეთ, რომ საღამოა და სათვალე მოიხსენიო, გეტყვით, რომ კი მოსაღამოა და მაგრამ ყველაფერი რომ თეთრი არის და მარმარილოსია, ისე ირეკლავს შუქს, რომ აი რავი, ვეღარ ვიხედები რა თვალებიდან და ესე ბევრად უკეთესად ვხედავ რა მოკლედ და არ ვიცი, ადგილობრივებსაც ბევრს უკეთია და როგორც ჩანს, მარტო მე არ მაწუხებს ეს პრობლემა. დღემდე ძალიან დიდი როლი უჭირავს ამ ადამიანს თურქმენებში და დღემდე ძალიან დიდ პატივს სცემენ მათ შორის საფლავზეც, როგორც მელაპარაკებოდა წეგან დღემდეო რომ მივდივართო, მოკლედ ცრემლებიც კი მომდისო, რომ აი თურქმენეთის პირველი პრეზიდენტი იყო და ძალიან ბევრი კარგი გააკეთაო და შეიძლება ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ აი ზუსტად ამ ადამიანს უკავშირდება ის წარმოუდგენლად ბევრი უაზრო თუ უცნაური კანონები, რასაც იღებდა და მოკლედ აი თავის რაღაც გაღმერთებას რო ცდილობდა. მაგრამ კიდევ უფრო დიდ პატივს სცემენ მეორე პრეზიდენტს გურბანგულის, რომელიც დღემდე, რა ვიცი, გაღმერთებული ყავთ აქ და ძალიან მადლობელი არიან ამ ადამიანის რა. ეხლა მაგისი შვილი არის პრეზიდენტი რა, მაგრამ გურბანგულის ცოცხალი არის და უბრალოდ თვითონ გადაწყვიტა, რომ პენსიაზე უნდა და გასვლა და ამიტომაც თავისი შვილი დანიშნა პრეზიდენტად. და სხვათა შორის აქედან ძალიან ახლოს შენდება ახალი ქალაქი, რომელსაც ერქმევა არკადაგი, ზუსტად მის საპატივსაცემოდ და ჯერ დამთავრებული არ არის, მალე გაიხსნება, მაგრამ აი ესეთი ქალაქიც მალე შემოუერთდება თურქმენეთს. აი ხლა ველაპარაკები, ვეკითხები რაღაცეებს, ვცდილობ რომ რაღაც სხვადასხვა ინფორმაცია მივიღო და აი ვერაფრით ერთი რაღაც უარყოფითი ვერ ვათქმევინე რა. რა თქმა უნდა კამერასთან საუბარზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ერთი ისეთი სიტყვა ვერ ვათქმევინე ვერავის რა, რომ აი რაღაცით უკმაყოფილო არის სიტყვაზე ან რაღაც არა, ანუ პირიქით აი სულ ამბობენ როგორ უყვართ, რამდენი გააკეთა ქვეყნისთვის და ასე შემდეგ. განსაკუთრებით აი მეორე პრეზიდენტზე არის ეს ყველაფერი რა. პირველ პრეზიდენტზე იმდენად აღარ ლაპარაკობენ, რადგან ბევრი რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ეხლა რადგან ეს ოჯახი მართავს აქაურობას, აი პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ რამე ისეთი არასწორი ათქმევინო ვინმეს. ზუსტად ამიტომაც ადარებენ ჩრდილოეთ კორეას.
ეს არის დამოუკიდებლობის მონუმენტი, რომელიც პირველი პრეზიდენტის ქანდაკების უკან არის და რატომღაც დააკავშირეს დამოუკიდებლობასთან, რადგან ზუსტად ის იყო პირველი პრეზიდენტი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ესენი არიან თურქმენი გმირები, რომლებმაც დააარსეს ეს ქვეყანა თავის დროზე. თურქმენეთის იმპერია. მორიგი საინტერესო ფაქტი უნდა გაგიზიაროთ, მოკლედ ამ პარკში არის ხეები დარგული, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ და თვითონაც გავდნენ და იღებდნენ მონაწილეობას მოკლედ ამ ხეების დარგვაში და ვინ ვიპოვე ნახეთ? გიორგი მარგველაშვილი მეგობრებო. 2014-ში ყოფილა ჩამოსული და აი ეს ხე დარგო ბატონმა გიორგიმ, ასე რომ თუ ყურებთ ბატონო გიორგი, თქვენი ხე ცოცხალია და თავს შვენივრად გრძნობს. აი ესეთი საინტერესო და მოულოდნელი რაღაცეების ნახვა შეიძლება აშხაბადში. ამასობაში განათებები ჩაირთო და ძალიან ლამაზია აქაურობა მეგობრებო, რაღაც დაგიმალოთ. და როგორც ჩემი გიდი მეუბნება, ეხლა სიგიჟე უნდა გითხრათ. თითო ბოძი აი ასეთი განათების დაახლოებით $10,000 ღირსო, თვითონ მეუბნება ამ ყველაფერს და ასეთი ბოძები არის, არ ვიცი, 10,000-ობით აქ, ასე რომ რა ვიცი, ძალიან ძვირი დაждდებოდა ეს ყველაფერი. აი ნახეთ, წინ ჯერ აქ რამდენი ჩანს ნახეთ და კიდე რამდენია ქალაქში წარმოიდგინეთ. აი ესენი არის უბრალო საცხოვრებელი კორპუსები და ესე გრანდიოზულად გამოიყურება თეთრი მარმარილოთი და დაახლოებით აქ ბინები იწყება ზუსტად არ იცის, მაგრამ როგორც მითხრა, დაახლოებით $60,000-70,000-დან იწყება რა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ჩუქნის ხოლმეო რა, სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, ასე რომ ძალიან კარგია თუ ასე. მოვედით მეგობრებო, ადგილზე, სადაც უნდა მივირთვათ ჩვენი უგემრიელესი ვახშამი, რომელიც ჯერ არ ვიცი რა იქნება. ეს არის აშხაბადის ერთ-ერთი დიდი მოლი, ყველაზე დიდი მოლი არ არის, მაგრამ საინტერესო ისტორია ის არის, რომ ამ მოლის მშენებლობა რო დამთავრდა, უკან საცხოვრებელი კორპუსები აშენდა, სადაც უფასოდ გადაეცათ მრავალშვილიან ოჯახებს ბინები. ესეთი საინტერესო ისტორია მომიყვა გიდმა. და ესე გამოიყურება ეს რესტორანი. საკმაოდ კარგად შვიდად და ისე ლამაზად სუფთად გამოიყურება რა. სხვათა შორის ფასებიც არც ისე იაფი არ არის, როგორც დავაკვირდი. $100 70 მონეტ. დაახლოებით $19 ღირს ერთი პორცია, რაც შეუკვეთეთ საჭმელი. ასე რომ ნუ არც ისე იაფი გამოდის რა. აი ესე გამოიყურება ჩემი ტრადიციული ბრინჯი საქონლის ხორცით. დიდი იმედი მაქვს, რომ საქონლის ხორცია. და ასევე ესეთი соуსები მოყვა და პირველ რიგში უნდა გავერკვე როგორ ჭამო ახლა ეს ყველაფერი. Это белый соус. Что это? Аджика. Аджика. Ну, это томатный соус тоже. Это у нас в Грузии аджика. Тоже так. Да. Называется тоже аджика. Да. აჯიკა, აქაც აჯიკა ყოფილა მეგობრებო, გაგიკვირდებათ. ეს ბრინჯი მომზადებული ყოფილა ნაკვერჩხალზე. ეხლა გავასწრებთ. და очень вкусно. Да. ზუსტად აჯიკის გემო აქვს მართლა რა, რავი, მე ქართული მეგონა რატომღაც და თურმე აგერ თურქმენეთში ზუსტად იგივე ყოფილა აჯიკა. ძალიან წყარიაო და ეხლა Острый перец. უარს ხო არ ვიტყვი ახლა. აუ, ძალიან გემრიელია მართლა რა. თვითონ კერძი. ბრინჯს აქვს, აი ძალიან კარგი არომატი. ეს ნაკვერჩხალზე მზადდებაო და ალბათ ეს ნაკვერჩხალი თავის არომატს აძლევს. ჯერჯერობით რაც დავაგემოვნე, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო მართლა. რავი, ამ კერძსაც 10-დან 900 თავისუფლად დაუწერდი, იმიტომ რომ რავი, ძალიან გემრიელია რა. მოკლედ დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება, დღეს არსაცასვას არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა. 11 საათი დაიწყო უკვე და
ძალიან დაღლილები ვართ და მოკლედ აქედან წავალთ პირდაპირ სასტუმროში. დავბრუნდი სასტუმროში და ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და საინტერესო დღე გამოვიდა ჩემი აზრით. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა არის, რო ჩამოვედი ამ ქალაქით. რავი, აღფრთოვანებული ვარ მართლა, ასეთი სანახაობა არსად არ მინახავს, მაგრამ იმაზეც ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერს რო ყოველდღე ვუყურებდე, ალბათ მომბეზდებოდა, იმიტომ რომ იმდენად არაფერი არ ხდება და იმდენად უსიცოცხლო არის ქალაქი, რომ არ ვიცი, რაღაც 1984 ვისაც გაქვთ წაკითხული, ასეთი ქალაქი წარმომედგინა ყოველთვის იმ წიგნში რა, რასაც ვკითხულობდი, თვალწინ როგორი წარმოდგენილიც მქონდა ქალაქი, ზუსტად ეგეთი ქალაქი დავინახე რა. ღამეც კი აქამდე რომ მოვდიოდი, იმდენად ერთფეროვანი არის ყველაფერი, რომ კი ძალიან ლამაზია და კარგი შესახედია, მაგრამ ღამეც რამოდენიმე შენობა იყო სულ ისეთი ფერადად განათებული რა. ეს თეთრი შენობები ჩვეულებრივი თეთრი ნათებით იყო და ესეც კი რაღაცა უსიცოცხლოს ხდიდა ამ ყველაფერს. მე პირადად ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რა ცოტა დავითრგუნე ალბათ რა, რაღაც ისეთი არც ისე სასიამოვნო განცდა დამიტოვა ამ ყველაფერმა რა. რო გონია რომ სულ ვიღაცა გაკონტროლებს, გიყურებს, მოკლედ ცოტა ისეთი არასასიამოვნო შეგრძნება არის. მოკლედ ასეთი შეფასება გამომივიდა პირველი ვიდეოსი. იმედია მოგეწონათ, იმედია საინტერესო იყო, ბევრი საინტერესო ახალი ამბავი გაიგეთ ამ ქვეყნის შესახებ. ხოლო რაც შეეხება შემდეგ ვიდეოს, მოვინახულებთ აშხაბადის ყველაზე საინტერესო ბაზარს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარს, სადაც მაქსიმალურად კარგად გავეცნობით ადგილობრივ კულტურას, ხოლო მერე უკვე დავიძრებით პირდაპირ შუაგულ უდაბნოში, სადაც მოვინახულებთ ჯოჯოხეთის კარიბჭეს. ასე რომ შემდეგი ვიდეო რო არ გამოგჩეთ, აუცილებლად არხი გამოიწერეთ, ეს ვიდეო დაალაიქეთ და შევხვდებით ახალი საინტერესო ვიდეოთი დაახლოებით 10 დღეში.